ღამე მშვიდობისა, ისევ ღამე მომედი, ისევ ჩაფუთნული კურტკაში და ხუდი დავიხურე. მოკლედ თმები უკვე კარგად ჩანს, რომ შესაძლებია. მოდით აი აქ დაგაყენებთ. ხო, წეღან ვიყავი ჩასული ჩვენთან მარკეტში და მოკლედ რაც პატარა ვალი მაქვს და თხოვე რომ მოდი მეთქი, ანუ სმენაში იქნება ზეგ და ზეგ მოგცემ და ამოვიტანე ესა ღვიძლი. თან კატებიც ფშივრები მყავს, ამათაც ცოტას ვუწილადებ. ხო და დღეს აკრძალული რაღაცა გავაკეთე, ანუ კარტოფილი შევწვი. კარტოფილი ბაიძ არ არის სასარგებლო, თუმცა ახალი კარტოფილი კი. ხო და ყავა მოვიდუღე ახლა. ხო და ეს მეგობრებო, ძალიან დამღალა ასეთმა ამინდებმა. ანუ პრინციპში ახლა მზე ცოტა გამოვანათებს ხოლმე რაღაცა, მაგრამ მინდა გაზაფხული, მინდა ზაფხული. და იწელი. ხო და დღეს ეს კარტოფილი მინდოდა რომ ეჭამ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მოკლედ ციციბურა მომხარშე და ეხლა ღვიძლსაც გავაკეთე, მოკლედ ერთი და იგივე ყოველ. ხო. დიდება უფალსო ეგეც არის. მოკლედ აი ესე, თან ეს ისეთი თბილი კურტკა, ეს არის სოსისი რო იყო რა, თერმო კურტკა, ახალი რო ვუყიდე, ეს თემუდა რო გამოვუწერებ. მახსოვს ვიღაცამ საჩუქრად ფული ჩაგვირიცხა და იმითი სოსოს კურტკა გამოვუწერე. ხო და ეს რაც ადრე ვუყიდე მე, რა ვიცი, ესე ვიცმევ ხოლმე ხანდახან. გარეთაც სახლშიც, რო ჩავდივარ ხოლმე ეზოშიც და საკმაოდ თბილია და სოსოსთვის ეს ნახეთრა ხელა, სოსოსთვის ეს არის, სოსაც უხარავს რა, მოკლედ ქვემოთ. ეს ახალიც. მოვიწყინე, მართლა მოვიწყინე ხუმრობის გარეშე. რაღაცა თითქოს ხო არის რაღაცა ან რამე ფილმს ნახავ, ან რაღაცა ვიღაცას დაელაპარაკები და აი რომ უკვე ის თვე არის რა, რომ გამახსენდა მეგობრებო. ზოგადად ჩემი დაბადების დღის წინ ესე მემართება ხოლმე. არ ვიცი, ეს ქვეცნობიერის დონეზეა. დრო მაინც მიდის, წლები გემატება. ასე ვთქვათ, საჩქაროდ ბევრი აღარაფერი არ არის თითქოს ცხოვრებაში და მოკლედ რაღაცებზე ფიქრობ ალბათ ან ქვეცნობიერი მაშვება და იმიტომ ესეთ ხასიათზე ვდგები ხოლმე. კი, ნამდვილად ეხლა გამახსენდა. ბევრიც არ დარჩა, მაგრამ ეს დღები თუ სულ ესე ვიქნები, არ ვიცი, ვერ გავუძლებ. ნამდვილად ერთსული მაგმარი ჩაიაროს, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. იმიტომ რომ ბევრი, ანუ აი მარტო გამომწერები მილოცა. ნაცნობიდან მარტო დედა, ვანდა, ნინო მომწერს ხოლმე, ისე. არავინ სხვა არ მილოცავს. ესეა. სამწუხაროდ. ხო, არის ისეთი ადამიანები Facebook-ზე, თავისთავად იქ Facebook-ზე ახლა მიქთებ, ანუ აღნიშნული მაქვს რა დაბადების დღე და რომ ამოვგდებთ ხოლმე, ისეთი ხალხიც კი მილოცავს, რომლებიც არ ვიცი. აი ხო გეუბნებით რა. ძალიან მიხარია თავისთავად, მაგრამ მე უფრო მიხარია, როცა შინაურები მილოცავენ ხოლმე. ანუ ძალიან ახლო ადამიანები. ხო და ესე მოვადუღე ესე მაინც ამ ჭიქით.
ეს რაღაცა მიხარია და ესეც ბევრი არ დავისხა. მინდა. როდის გავღვება ახლა ეს? მოკლედ რამდენჯერ ვუთხარი სოს ახლა საფრთხეშია და მალე გამოვა წამართმევს ტელეფონს. და ვუთხარი მეთქი შენც გამოჩდი ხანდახან ვიდეოში, ნუ რაღაცა ისიც ვერ არის ხასიათზე. რა ხასიათზე ვიქნებით ახლა? დიდი არჩევანი არ გვაქვს ბევრ რაღაცეებში, ანუ როცა ვთქვათ რამე წლებზე მაინც დადის ადამიანი ან სადღაცას მოდიხარ ხო ხდებით რაღაცა სოციუმში რო ტრიალებით ცოტა სხვანაირად ვქნათ თავს და ესე ძნელია, ძალიან ძნელია. ვისაც გონია რომ ეს კარგი მდგომარეობაა, მაშინ ანუ ვინც ესე ფიქრობს, მათ უსურვებ იგივეს. არც მეტი არც ნაკლები. ხო. მოკლედ ესე. რაც შეეხება ჩემს სწორკვებას, მაქსიმალურად ვცდილობ გუშინ იყო ცოტა თეთრიკური მასკენი მოვიჭერით, ხელი ნაჭერი და თან თავს ვიმშვიდებდი მეთქი, რაღაცა ახლა მცირე დოზით იყოს შაქარი თქოშინით და ანუ კალორიულობის თვალსაზრისით წესრიგში მაქვს ყველაფერი მე იმიტომ რომ ისეც არაფერს არ ვჭამთ რომ და არც იმ რაოდენობით რომ მე ხა კალორიები გადავაჭარბო, ეგ გამორიცხულია. მე უფრო ის მედარდება ხოლმე რამე არ მოვიკოთ, რომ ჰემოგლობინი არ დაგვივარდეს, რა მოკლედ. ამისთვის არის ციციბურა და ღვიძლი, საუკეთესო. იაფიც არის და სასარგებლოც. ხო და ესე ეხლა ამაში და ვეჭუბო. დღეს დახოცეს ერთმანეთი, არ ვიცი რა დაემართათ, რა მოელანდათ. ერთმანეთს უღრენდნენ და იმას რა ქვია. ესე დობი ესე მუღუნული დადიოდა გვერდულად, ესე ემუქრებოდა თვალებით, ესე უყურებდა გაფი შეშინებული, კარგახანი იდგა და მერე საერთოდ არ ახასიათებს ძალიან ესე კნავი და ანუ დაიწყო კნავილი, რა გინდაო, დამანებედა. ხო და მერე ესე რომ შეახტენ ერთმანეთს და ესე შავი და თეთრი ბუნტყლებით ფრიალებდა. ისე გავბრაზდი მერე გამოვიტანეთ ცოცხი და დაინახეს ცოცხი მიხდნენ. გამოვხვედა ეს თან ძლივს ეს ბუნტყლები ასე ესე დაფრინავდნენ. ანუ ესე. სხვა ახალი ჩვენსკენ არაფერი ისეთი არ ხდება. ხო, არ ვიცი, რაღაცა უცხო ნომერი მირეკავს ხოლმე. ანუ უცხო, საერთოდ მე ესეთი ისა მაქვს და ჩვენ ეს პრინციპულად არ ვპასუხობ უცხო ნომრებს. ნუ არ ვიცი, არ მეცნობა ნომერი რატო უნდა ვუპასუხო. და ნაცნობი კიდე, ანუ ვინც მიცნობს და ანუ ვინც ასე თუ ისე შემხმიანებია ოდესღაც ან Facebook-ზე მყავს მეგობრებში, ან მოკლედ, თუ არ ვიცი, შეიძლება ვინმეს უნდოდეს დაკავშირება და თუ ტელეფონის ნომერი აქვს გაგებული მხოლოდ და რაღაცა მაინც ყოველ შემთხვევისთვის მე Instagram-იც მაქვს მგონი Facebook-ზე მეთქი YouTube-ზე მგონი მაქვს Instagram-ის ისიც მითითებული თუ სწორედ მახსოვს თუ არა და დავწერე მის აღწერილობაში ვიდეოს ქვემოთ და იქ მომწერეთ თუ რამე ხო მართლა ერთი გოგო იყო ადრე გოგო ქალი არ ვიცი მართლა არ ვიცი ხა ეგ კომენტარს მიწერენ არ ვიცი როგორ მიმართო ანუ ქალბატონია თუ ახალგაზრდა გოგოა მოკლედ რაღაცა საქმიანი ის იყო შემოთავაზება და მოკლედ Instagram-ზე ველოდები თუ მიყურებ იქ მომწერე და უფრო დეტალურად ასე ვთქვათ გამარჩიოთ ეს ამბავი და ასევე თუ ვინმეს რაღაცა ვთქვათ სათქმელი აქვს და არ უნდა რომ კომენტარში ვთქვათ დამიწეროს
Instagram-ზე პირადში ხო ჩვეულებრივად იწერება და ანუ პრობლემა არ არის. ხო, რაც შეეხება Facebook-ს, Facebook-ი მაქვს ორი, ერთი არ მახსოვს ერთხელ ისე გავაკეთე, ანუ ჩემი ნამდვილი სახელი და გვარით რომ აქვს. მან არ ვარ ძირითადად ჩემ ნამდვილ Facebook-ს, რომელიც უკვე წლებია რაც მაქვს, და მგონი 10 წლეული. ქვია Madi Chell, ანუ შემოკლებით ჩემი სახელი და გვარი. Madi, ანუ მე ახლებრივ ვეუბნები, ვინც არ იცით, ქვია Madlena. ფრანგული სახელი ქვია. ხო და გვარად ვარ ჭელზე და ანუ Madi Chell, ესე მაქვს შემოკლებული Madi Chell. ესე მიწერია Facebook-ზე, ესე ვარ. ხო და ნუ იქ ამ მობილურიდან ცოტა მიჭერს ხოლმე, ახლა ნახვა იქ ხანდახან არის რომ მეგობრის დამატებას არ აჩვენებს ხოლმე და იქ სპეციალურად და შეეძლოს რაღაცა მოძებნა, მოკლედ მაგის ნერვები არა მაქვს. ყველაზე კარგი არის Instagram-ი. მაგ თვალსაზრისით Instagram-ზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ მომძებნოთ. ეს ნიქს დაგიწერთ ქვემოთ, ხო? ზუსტად აღარ მახსოვს როგორ მიწერია რაღაცა იქ კიდე ისინი მაქვს ჩაკვეხებული სმაილიკები და შეიძლება მაგიტომ ვერ ნახულობს ადამიანი არ ვიცი. ხო, კარგით მეგობრებო, ესეთ პატარა ვიდეო. ძალიან მინდა, მე თვითონ მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ ნორმალურ დროზეც მოვიდე, ნორმალური ვიდეოც გადავიყოს, საერთოდ რა ვიცი, დროზე დამთავრდეს ეს ზამთარი და მე ანუ ყოველ ზამთარი ჩემზე ცუდად არ მოქმედებს, მეგობრებო, ესეც არის ფიქრობ უბრალოდ აი ეს პრობლემური პერიოდი რომ იმას გადაება ეს ზამთარმა, საერთოდ აი ნოკაუტში ჩამაგდო და როცა მქონია აწყობილად საქმე და ანუ ნორმალურად როცა ვარ, ზამთარიც კი ლამაზად მეჩვენება, რომელიც ახლა დიდად არ კი, ახლა ყველა სეზონი მიყვარს, მაგრამ აი ხარჯების თვალსაზრისით და იქ სიცივეს ვხედავთ, ხო, ახლა სახში ახლა მე რო ჩემთან რო სითბო იყოს, ესე ვივლიდი კერმე ხალისება. ეს რეფლექტორი, რაც ჩართული მაქვს, საკუთარ თავს ათხოვს მხოლოდ და ახლა დედასთან როცა ის გაზის ის არის რა გამათბობელი, ის გაზი რო ანთია, იმდენად ავრცელებს სახლში რა იმ სითბოს, რომ მთლიან სახლში თბება და ეს არის, აი, არ ვიცი, საშინელება, ახლა თუ დაინახავთ კატაზის, აი კატებიც კი ზედ მიაჯდებიან, თან ერთი ჭხირი მუშაობს მარტო ერთ რეფლექტორშიც და მეორეზეც, ანუ თითო ჭხირი. ფაქტიურად გამოდის, რომ ერთი რეფლექტორი გვაქვს სახლში. ხო და მეც როცა ვზივარ ნოუთბუქთან, აი ფეხებთან მიდევს, რომ არ გამეყინოს ფეხები. ხო, ნუ მოკლედ ძალიან მინდა მალე გავაიძაროს. მალე მოვიდეს გაზაფხული, დათბეს. და მე ნახავთ როგორ რადიკალურად განსხვავებული იქნება ჩემი ვიდეოები, ჩემი განწყობაც, ყველაფერი აბსოლუტურად. ძალიან ბევრი რაღაცაა დამოკიდებული თუნდაც იმ საქმეა, სამსახურია თუ როგორ თქვი არა, ანუ თავარია რომ ანაზღაურებადი იყოს, ხო? ანუ ეხლა მე ჩემი ხელობით გავაკეთებ და გამოვიმუშავებ თანხას თუ ვიღაცის დაქირავებული მოსამსახურე ვიქნები, თავარია რომ ფული მქონდეს, ხო და ანუ შევძლო ეს ყველაფერი ისევ თავიდან ავამუშაო. ხო, კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, დავამთავრებ ჩემ ყავას და მე მივხედავ ამას ხვალისთვის გავაკეთებ. კატებსაც მიცემ ცოტას რომ მომიშორო, თორე უკვე შემჭამეს შეიძლება დავიძინო ხამი და დამახდნენ და შემჭამე კიდევაც. კარგით, აბა გაკოცეთ. ხვალამდე.